საქართველო არა? Logino de Araconia kilometri იარაღით რატო გეხარ? რატო ატარებთო მიტინგსო? ამას ამბობდა, ზიადი. გახლიჩავენ საქართველოს რამოდენიმე ნაწილადო. ამიტომაც მოვახციეთ დღევანდელ დღემდე და მე მიხარია ჩვენ ასე გაერთიანებული, ჩვენ ასე ერთიანი ძალით ისევ ერთად რომ მდგავართ. მე მინდა მოგმართოთ თქვენ და გავიხსენოთ ავად სახსენებელი 9 აპრილის ღამე. მაშინ როდესაც შემოსულმა უცხოეთის შემოსულმა ჯარმა ქართველი ბიჭები და გოგონები აჩეხა და მათი სიცოცხლე ჩვენს გულში, მათი სიცოცხლის ფასი ჩვენს გულში ისე მწარე ხინჯად დაგვაჩნია, რომ აი დღესაც აქ ვართ შეკრებილნი და მათზე ვსაუბრობთ და ღმერთმა ნუქნას, რომ ჩვენ მათი სახელი ოდესმე დავივიწყოთ. მივაგოთ მუხს მოყრის. მადლობთ. აშენ გილაპარაკე მოგა. მოგამოე. ეს პროგრამას ჩვენს
შევიდეთ სკოლაში, მანამ სანამ არ იქნება საქართველოში. Tidagi xelim kiyadala, argan xelimia, utonda aratas. Ratonda, zor sarunga, eta osuruga yirindere. Tade de sakshi daevde. ანაბძობს არსებობას და ცდილობს ხელყოს ყოველივე ის, რასაც მივაღწიეთ წლების მანძილზე თავდაუზოგავ ბრძოლაში. იგი ინარჩუნებს საოკუპაციო ჯარებს ჩვენს ტერიტორიაზე, მათი მხარდაჭერით ცდილობს განამტკიცოს შევარდნაძის მარიონეტული კრიმინალური ხუნტა, რათა საქართველოს არ ეგრისოს სრული და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, რაშიც რუსეთს ეხმარება დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფო, რომელიც ცნობს ამ ხუნტას და მიაჩნია იგი ჭეშმარიტ მთავრობად. ყოველივე ამან მოიტანა დემოკრატიის მოსპობა, ტერორი, არნახული ეკონომიური სიდუხჭირე. ამის გამო ქართველმა ერმა საქართველოს მოსახლეობამ ახალი ძალით უნდა გაშალოს საპროტესტო გამანთავისუფლებელი მოძრაობა. მე რა ვიშაბათავთ ყოველ მიკროფონთან. ეხლა თქვენ წინაშე გამოვა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სოხუმის ფილიალის სტუდენტი კლარა შოკვანი. მეგობრებო, ვინც ახავართ, ბედნიერი ვართ. ნამდვილად ბედნიერი ვართ, იმიტომ რომ ჩვენი ბრძოლის მიზანი ნათელია, მეგობრებო. წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკდაო, შეგვიწყალე ჩვენ, წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკდაო, შეგვიწყალე ჩვენ, წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკდაო, შეგვიწყალე ჩვენ. დაერი შენი დაიცევ, რათა ვიტყოდით უფალო, დიდება შენდა. თვალ დახუჭული დავდივარ ზოგჯერ, არ მინდა ზოგჯერ თვალში შევხედო, იმიტომ რომ ის ღირსი არაა ჭეშმარიტმა ქართველმა უყუროთ მის თვალს და რამდენჯერ დახუჭავ ამ თვალს, მეგობრებო, ხშირად გიხდება, მაგრამ არაფერი.
Ой, торгай русам гехедес. Блядь, ты заля уна, блядь, а? Скажи, я шадами я буду идти. Куда там? Я шадами я буду, когда я чапрасу. Еди, ეს რუსებია ყველა, ავტობუსებში ვარ რუსია. აი, ესპანელა ეს მოიჭი. Digin daw. Mommy,
ჩვენ არა გვაქვს უკან დასახები გზა. რამე თუ არც ჩვენი ქალაქია დღეს კარგ დღეში და ჩვენი ქალაქის წინაშე არ ვიქნებით მართავნი და ვალმოხდილნი, თუ კი ჩვენ წავალთ უკან. ყურადღებას მეგობრებო. ჩვენ გველოდებიან იგივე ულტიმატუმი გავიმეორეს უფრო მკაც ფორმებში. ამიტომ ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობა ამ მოლაპარაკებაზე. ძალიან ხო მოისმინოთ. გადაწყვეტილება როგორიც არ უნდა იყოს, რომელიც სისხლის ღვრას აგვაცდენს, აი ამაზე წინასწარ უნდა გქონდეს ჩვენ თანხმობა. გამონადო იყო პრეტენზიები, მაგრამ ჩვენ სტუდენტები ავიღეთ ჩვენს თავზე იმას, რომ აქცია გაგრძელდეს აქ. ხოლო ეს რანაირი ფორმებით იქნება, ამას ალბათ თქვენთან ერთად გადავწყვეტ. და ჩვენი მიტინგები იქნება სამგლოვიარო მიტინგები. ბატონებო, მოგმართავთ ხოლმით, ყველა გამოსვლას მიმართავ. აქ არავითარი ზედმეტი ემოციური გამოსვლები არ იქნება, ხოლო უსაუბრ შარიას ხსოვნისადმი გახსნილად ვაცხადებ. ძვირფასო სენაკელებო, მე ისე თქვენ მოგმართავთ. თქვენ ალბათ გაინტერესებთ. დიახ, მადლობა.
ახლა კი წუთიერი დუმილით პატივიცეთ ხსოვნას. Adetçi mi civar koyuyor? Avcıları, civar kurda zıvı. Civar avcıları. Biraz şey koyuyor, hoşsun da. Hadi böcek güzel bir su. Burada parmak yok. Şu kaçını söyledim sonra. Ne yapacağım ne yapacağım? Джемал Гамахария, депутат Верховного Совета Абхазии, доцент Грузинского института субтропического хозяйства. Российская общественность, к большому сожалению, очень плохо информирована о том, что произошло в Грузии, о большой трагедии грузинского народа. К сожалению, так получилось, что все средства массовой информации, которые были в руках определенных лиц, я бы так сказал, искаженно освещали события в нашей республике, изображали нашего народом избранного президента, почти единогласного избранного президента, как диктатора, как фашиста и так далее, и тем самым готовили почву для свержения путем оружия народом избранного президента. Сегодня Грузия переживает тяжелейшие дни за всю свою многотысячную историю, я бы сказал. Нарушаются права человека. Сегодня в Грузии невозможно провести митинги, расстреливают митинги. Установлен жесточайший режим, страшный режим, режим, для которого жизнь человека не стоит даже ни одной копейки.
Вот так страдает грузинский народ, и я очень сожалею, что об этом не знает ни Россия и не знает весь мир. Значит, мир, наоборот, информирован так, как будто к нам пришли к власти демократы, а на самом деле пришли настоящие диктаторы. Диктаторы, которые вот уже 3 или 4 месяца убивают людей. И вот об этом должны знать все. Депутат Верховного Совета. Заур Кварацхелия, профессор Грузинского института сутробического хозяйства. Я и в предыдущих, значит, передачах не один раз подчеркивал тот момент, что переворот в Грузии был совершен теми силами, которые потеряли политическую опору в Грузии. Они сомкнулись с мафией, коммунистической мафией, и путем насилия совершили тот трагический переворот, который на сегодняшний день нас приносит очень много жертв. В Грузии льется кровь невинных людей, запрещены всякие политические формы, значит, политической борьбы. Людей уничтожают и застреляют прямо на митингах, не дают высказаться, закрыты демократические издания прессы. Например, я сам уже перестал смотреть передачи грузинского телевидения. Они передают один только ложь и фальсификацию. Народ об этом знает, и возмущение грузинского народа накалено до той степени, что уже невозможно сотрудничать почти ни с кем. Народ требует одного, только единственного: восстановить скорее законное правительство, чтобы решить все эти вопросы, которые наболевшие сегодня. Кстати, и абхазский вопрос. Сам грузинское население за того, чтобы сохранить в Абхазии политическую автономию, расширить ее, но судья по фактам, которые имеются в данное время, вот эта нелегитимность правительства, так называемого правительства Грузии, и еще раз накаливает обстановку в Абхазии, что и может привести к конфронтацию двух народов Грузии, грузинов и абхазов. Вот это нас очень волнует, и мы, истинные демократы, истинные народные силы, боремся для того, чтобы этого не произошло. Поэт Рене Голландия, бывший член Союза писателей СССР, бывший член Союза писателей Грузии. Я хочу просто заявить вот таким заявлением маленьким. Я попрошу моим русским коллегам, друзьям, писателям известным Вознесенскому, Микушевичу, Саше Еременко, украинцам Ивану Драчу, Дмитру Павлычко, Павлу Молчану, моим эстонским друзьям, моим литовским, латвийским друзьям, моему узбекскому другу Мухаммаду Салыху, моему чувашскому другу Атмеру Хузангаю. Я им хочу сказать, что они меня хорошо знают, и заявить, что в Грузии творится беззаконие. Пусть они возвысят голос против так называемых доморощенных демократов, которые автоматами разгоняют людей. Вот. И пусть они возвысят свой голос. Тот же Виктор Даугмалис, который главный редактор газеты «Диена», тот же Сигитас Гиада, литовский мой друг, должны возвысить голос, потому что в Грузии творится беззаконие. И они знают, что раз я к ним обращаюсь, моим латвийским друзьям, Визме Бельшевица, Иманту Зедонису, Кнуцу Скуйнексу,
эстонскому другу Джон Бейзу, тому, который несколько лет сидел как диссидент. Вот всем этим обращаются, и пусть они возвысят свой голос. Потому что так ничего не получится, потому что когда эта так называемая продажная интеллигенция, которая там автоматом ходила, она не может Грузию счастье принести. Вот это мое слово. Спасибо. Давид Купришвили, студент Грузинского института субтропического хозяйства. Что здесь сказано? Можно немножко оно более мягко сказано. Власть в Грузии узурпирована диктатором Шеварднадзе, который устраивает геноцид своему народу. Руками вора в законе, бывшего, а сейчас законного бандита Джабе Йоселяни. А это очень просто происходит, потому что бандит он живет тем, что грабит, и тем, что ворует, и тем, что наносит боль другим людям. И поэтому нет никакой гарантии, никаким национальностям, никаким сословиям, никому нет гарантии в Грузии, что завтра с ним же не произойдет то же, что происходит сейчас с демонстрантами и с виадзистами, как они их называют. Дело доходит до того, что вооруженные отряды Хедрионы, которые есть в Абхазии, пока не могут пока еще так гордо о себе заявить, заходят в учебные заведения. Несколько дней назад они были в университете, и так как это университет заявил о своем забастовке, заявил о своем несогласии с другими, значит, институтами, с правительством Грузии, и поэтому забежали с автоматами и грозили ребятам, детям, там, студентам, что они еще не все же взрослые, там 17-18-летние дети тоже есть, и угрожали им, чтобы они учиться начали, а то всех перестреляют и из окон выбросят всех. И вот с такими людьми, по-моему, уже трудно говорить. Здесь уже понятно, что к чему идет. И что некоторые говорят, что это интеллигенция, что-то тому, что это никакая не интеллигенция. Кто был интеллигентом, кто был сильным, кто был хорошим, их или забили, уничтожили, или посадили в сумасшедшие психбольницы. Кто, это единицы, кто выжил из настоящих интеллигентов. И еще я хочу сказать, что если кто смотрит за событиями в Грузии, сразу замечает, что только не случается в Грузии, обязательно повторяется в других республиках, обязательно. И что здесь случилось в Грузии, этот путч, этот переворот и это беззаконие, повторится и в других республиках. Обязательно, если другие республики, правительство других республик должным образом не отреагирует на события в Грузии. Это еще к этому я могу привести слова Бердзенишвили, который давал интервью в Москве. Он сказал прямо это сказал. В Грузии было, оказывается, как он сказал, самое плохое правительство, представьте себе, и что такое участь ждет и другие республики. Он это сказал прямо своими словами. Мы просим все демократические силы всех стран, чтобы обратили внимание на Грузию, чтобы помогли народу Грузии избавиться каким-то образом от этого насилия, чтобы нам помогли восстановить наше законное правительство, чтобы народ занимался экономическими проблемами и другими, какие стоят перед Грузией. Очень просим, чтобы эта информация, как крик души, зашла в душу каждого человека, который стремился к демократии. შესრულდა რაც საქართველოში სატანას ცდილობს გამეფებას ქართველ ერზე ჩვენზე მეგობრებო, მაგრამ ვერ შეძლო ეს სამართულ ქართველმა ერმა ამ გადაწყვეტის დროს გამოიჩინა უდიდესი ხარისხი, უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია მას და შორს არ
არის ის დღე, როცა ჩვენ დავამხობთ გაბანას. მეგობრებო, თქვენ ხედავთ, რომ ამ ბოლო დროს დაუმორჩილებლობის მოძრაობამ მიიღო მეტად ეთრიდან რადიკალური ხასიათი და როგორც შედეგი საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს განთავისუფლებული არის ხუნტისაგან, აღდგენილია კანონიერი ხელისუფლებამ და ჩვენ სარაგისგან როცა სულ მალე მოხვალ კომალში საქართველოში იხილავ საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს ზიად გამსახურდია. ვერ დაგვამარცხეს მეგობრებო, ვერ დაგვამარცხეს, რამე თუ ჩვენ დავჭით ერთგული ქრისტეს გზისამ, ილიას გზისამ, მერაბის გზისამ, ძიადის გზისამ, ჩვენ არ ავირჩიეთ ბარაბას გზამ, ჩვენ ჩვენს ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, ჩვენს საბოლოო გამარჯვებამდე. მამოიშვენო, თქვენ სულ მალე ნახავთ, რომ საქართველოს, სრულიად საქართველოს განთავისუფლებთ პუჩისტური ძალებისგან და სრულიად საქართველოს თბილისის საწვლით და დედაქალაქის საწვლით გააკვირდელებს პრეზიდენტის ერთგული ჯარი. დიდი მოძრაობა მეგობრებო, ცხენისწყალს გაღმამ, ხალხი სპოთავს, ხალხი ელოდებან და სულ მალე თქვენ ნახავთ, რომ აღზრდება სრულიად საქართველო. მაგრამ მეგობრებო, დიდი უბედურება დაგვატეხა თავს. ამ განვლილი დროის განმავლობაში დიდი უბედურება დაგვატეხა თავს ხუნტამ. თქვენ იცით, დაუკარგეთ, ფაქტობრივად დაუკარგეთ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილები მეგობრებო. დაკარგულია სანაჩაბლო, დაკარგულია აფხაზეთი. ვიხიქლებთ იმას, რომ აფხაზეთში მშვიდობა არის დამყარებული. ეს მშვიდობა მეგობრებო, თქვენი დამარცხების მშვიდობაა, მაგრამ გულს თუ გაიტეხთ, აღზრდა კანონიერებამ ჩამოვა პრეზიდენტი და იბურეს საქართველოს ტერიტორიებს. დღეს საქართველოს ხსნამ, მამულის ხსნამ შეუძლია მხოლოდ ზიად გამსახურდიას, მას დაირას მეძმანო, ზიადის გარშემო, ზიად გავარდა წინ, თავს გამარჯვებამდე. ანუ სატანად მოულენილი არაკაცი ვერ მიაღწევს თავის მიზანს, რამე თუ ქართველი ერი მზად არის ებრძოლოს და დაამხოსის. მეგობრებო, მე ახლა მეგობრებო, რუსის პრეზიდენტმა ზიად გამსახურდია გააკეთა მიმართვა ქართველი ერისადმი და მე ახლა გაგაცნობთ ამ მიმართვის ტექსტს. მიმართვა ქართველი ერისადმი საქართველოს დღევანდელმა უკანონო ნეოკომუნისტურმა ხელისუფლებამ
ქვეყანა პოლიტიკური და ეკონომიკური კატასტროფის პირას მიიყვანა. ხუნტა ხელოვნურად ამწვავებს კრიზისს დასავლეთ საქართველოში, რათა დაიმორჩილოს მოსახლეობა და თავს მოახდინოს მას თავისი უკანონო რეჟიმი. ფოთის ეგრეთ წოდებულმა გამგებელმა მელიამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც აიგზავნა ყველა სახის სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის გაცვლა და შემოსვლა. ეს ბრძანება გამოფიტრებულია გაზეთ ფოთის მოამბის ამავე წლის 29 აგვისტოს ნომერში. მიუხედავად ამისა, ხუნტა უცხოდ აცხადებს, თითქოს ფოთი ბლოკირებულია ჩვენი ძალების მიერ, რომელიც ვითომცა რატარებენ ტრანსპორტს, ამით მას სურს მოსახლეობის ამხედრება კანონიერი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. მოგიწოდებთ გააძლიერებთ საპროტესტო მოძრაობამ, გაფიცვები, მიტინგით უყოველგვარი საპროტესტო აქციები, ხუნტის ამ არაადამიანური ქმედებების წინააღმდეგ. ამხილოთ ხუნტა და მხარში ამოუდგეთ კანონიერ ხელისუფლებას. მე მოუწოდებ ხუნტის შეიარაღებულ ძალებს, გადმოვიდნენ ჩვენს მხარეზე, შევიდნენ კანონიერ სტრუქტურებში, მათ გარანტირებული ექნებათ ხელშეუხებლობა სათანადო პირობების დაცვით. ჩვენ კატეგორიული მოთხოვნაა ხუნტის ხელისუფლების დაუყოვნებლივ გადადგომიდან საქართველოში კანონიერებისა და კანონიერი ხელისუფლების დადგენა. სიმართლე ჩვენს მხარეზაა, ჩვენ გავიმარჯვებთ. ფარავდეთ ღმერთი ჩვენ სამართლიან უგომრობისო ბრძოლაში საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ღია გამსახურდია. მეგობრებო, ეხლა თქვენ წინაშე გამოვამ თქვენთვის კარგად ცნობილი გურამ პეტრიაშვილი. ძირფასო ზუგდიდელებო, უნდა გითხრათ, რომ ჩვენ, ესე იგი ქართველმა ერმა შეიძლება ითქვას, უკვე დაამარცხა ხუნტა. დამარცხება მათი ცხადია გარდაუვალი იყო. ამის თაობაზე ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, როდესაც ისინი იწყებდნენ და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ თოფს გაისვიდნენ. ვიცოდით, რომ ესროდნენ ქართველებს. მაშინაც უკვე ცხადი იყო, რომ შეუძლებელია საქართველოს მართავდეს იმ ადამიანთა ჯგუფი, ვისაც შეუძლია ქართველი ერის ნებას ესროლოს თოფი. მაშინაც უკვე ეს ცხადი იყო. და შემდეგ ცხადია, ისტორიამ ეს დაადასტურა, მთელი წელიწადი და 8 თვე უფრო მეტი ქართველი ერი ებრძვის ხუნტას. ებრძვის მშვიდობიანი მიტინგებით, ებრძვის აზრებით, ებრძვის უკვე ახლა ებრძვის იარაღითაც. თქვენ მე არ შემიძლია რამე ისეთი გითხრათ, რაც ჩემზე კარგად არ იცოდეთ და ჩემზე კარგად არ გქონდეთ ნაგზნობი პოლიტიკაში. იმიტომ რომ საქართველოს ის, რასაც ქვია პოლიტიკა, აი ამ ბინძური ხროვისა, თავის ზურგზე გადაიტანა. იგრძნო იმით, რომ ქართველებს ესოდნენ ტყვიებს და მე მართალი გითხრათ, ზუგდიდში გამოსვლა მიჭირს. რატომ მიჭირს იცით? იმიტომ რომ აქ დაიღვარა სისხლი ახალგაზრდებისა და მართალი გითხრათ, ის ახალგაზრდები ჩემზე მართლაც ბევრად უმცროსნი იყვნენ და მართალი რომ გითხრათ, მე ვგზნობ ისე როგორც 9 აპრილს, ვგზნობ სინდისის კენჯნას, რომ მე ისევ ცოცხალი ვარ, გადავრჩი და აი ახალგაზრდები დაიღუპნენ. ამიტომ ეს სინდისის კენჯნა მე ყოველთვის მაწუხებს. მეგობრებო, მე მინდა ორი სიტყვით გითხრათ, თუ ჩემი აზრით რაში მდგომარეობს ჩვენი გამარჯვება. სულ რამდენიმე დღის წინ თქვენ უცხეროდით ალბათ იმ საზარელ შეკრებას, რომელიც გაიმართა
თბილისის ფილარმონიის დიდ დარბაზში. ეს შეკრება იყო საბოლოო დამარცხება ხუნტისა. რატომ? ამ შეკრებაზე უკვე ღიად, აშკარად გაისმოდა მოწოდებები ამ მართლაც საზარელი და საიზღარი ადამიანებისა, რომ ისინი მოუწოდებდნენ ადამიანებს, თბილისელებს მოუწოდებდნენ, წავიდეთ და სისხლით ავღვაროთ, ესე იგი, წავიდეთ და გავანადგუროთ ზუგდიდი, სამეგრელო გავანადგუროთო. იქ შეფარულად ხანდახან ამ სიტყვებს არ ამბობდნენ, მაგრამ ეს იგულისხმებოდა. მეგობრებო, იქ აი ყველაზე უფრო კარგად მათი მარცხი გამოჩნდა რაში, იცით, ჩემი აზრით, რომ იქ როდესაც გამოდიოდა კიტოვანი, რომელმაც ფაქტიურად, რომლის სიბრიყვემაც შეიძლება ითქვას, რომლის სიბრიყვემაც სწორედაც მისცა საშუალება უცხო ტომის ადამიანებს, უცხო ჯილაკის, აი გაიხსენეთ, როდესაც ის გამოდიოდა და ამ კაცმა დაიწყო ლაპარაკი, უკვე იმის თაობაზე, რომ ის მიხვდა ეთყობა, რაღაცას მიხვდა, რომ არ შეიძლება ქართველს ესრულო ტომი, ეს მიხვდა და სამწუხაროა, რომ მიხვდა ამდენი ხნის შემდეგ. ეს მას უნდა სწოდნოდა, როცა გავიდა 17 აგვისტოს თუ როდის იყო სკონში რომ გავიდა, ელაპარაკებოდნენ, მიდიოდნენ მასთან მეგობრები, უსმიდნენ, მაგრამ ტვინი ჰქონდა დაფნელებული ამ კაცს. და ეხლა როცა ცოტა გაუნათდა, თქვენ ნახეთ რა უთხრა მას ზეიკიძემ და საერთოდ რა უთხრეს, როგორ უსტვინეს, როდესაც იმან დაიწყო ლაპარაკი მოლაპარაკებაზე, მშვიდობიან მოლაპარაკებაზე დაიწყო ლაპარაკი. როგორ უსტვინეს მას და ისიც უთხრეს, რომ შენ არაფერი დამსახურებები და რაღაცები არა გაქვსო, უკვე აღარა სჭირდებათ. ეს კაცი გამოიყენეს და გადააგდეს. ამიტომ უნდა იცოდეს ყველამ, ვინც ქართველებს უღალატებს, აი ამ მაგალითზე, რომ ის მას თვითონვე ის რუსეთის იმპერია და იმ რუსეთის იმპერიის ჯაშუშები თვითონვე მოიშორებენ შემდეგ. ეს არის დიდებული მაგალითი. მე თქვენ გეტყვით, მაგადაცემას ხომ უყურებთ თელმა საქართველოს და მთელ საქართველოში მე დაერწმუნებული ვარ, ბევრი დაფიქრდა, ბევრი იმ ხარეს მყოფი დაფიქრდა, რომ მართაც ასევე მოისურიან და გადააგდებენ. მე მაგალითად მინდა გითხრათ, თუ აქ არის ვინმე, რომელსაც მე შეიძლება რომ დაელაპარაკოს რომელიმე გვარდიელს, რომელიც იქით ხარეზია რა, ან რომელიმე სხვა შეერაღებულ კაცს, მე მინდა ალბათ ისინი გაიგებენ ამას, მათ თავის წარმომადგენლები ყოველთვის ყავს ჩვენთან. ისინი გაიგებენ, დაუკვირდნენ რა უყვეს საწოდავ კიტოვანს, საწოდავია მართლაც, რა უყვეს მოისროლეს და უსტვინეს, იმ ადამიანებმა უსტვინეს, ვინც ახლა სხედან, იქ საერთოდ სხედან თავის სავარძლებში, სწორედ კიტოვანის წყალობით. ამიტომ ყველა უნდა მიხვდეს ადრე თუ გვიან, რომ როდესაც რამეს გადაწყვეტ, როცა გინდა რამე თქვა, არამე გააკეთო, ჯერ დაფიქრდი, ეს არის თუ არა ერის საზიანო ქმედება. შენ იმაზე მიფიქრობ, რომ ამას მოყვა კეთილი, საჭმელი, ძიებული სავარძლები და მოყვა რაღაც უცხოეთში სადღაც რაფიო მაგას, აგარაკები და რაღაცა. იმაზე დაფიქრდი, ეს შენი ქმედება არის ერის საწინააღმდეგო. თუ ერის საკეთილდღეო და ის მეგობრებო, კომუნისტებმა ჩვენ მოახერხეს, რომ ქართველი ერის გარკვეულ ნაწილში შეიტანეს ისეთი ბაცილა, რომ ეს ქართველები კი კითხულობდნენ ილია ჭავჭავაძეს და აკაკი წერეთელს, კონსტანტინე გამსახურდიას, გალაქტიონს და ასე შემდეგ, კი კითხულობდნენ, მაგრამ მათ გულთან აღარ მიდიოდა. თუ კი ჩვენს ბავშვებს შემდეგ გავზრდით ქრისტიანულად, გავზრდით ქართულად, ყველა ბავშვი ხო იყო, როდესაც თქვენ გისიგუა, ისაწოდავი, ხო იყო ბავშვი კიტოვანი, ხომ იყო ბავშვი ჭანტურია და რა ვიცი, აი მაშინ ხომ ასწავლეს მას, ყოველ დღე რომ ჩემ თავს კითხო, აბა დღეს მე ვის რა ვარგეო, სხვას რა ვარგე და არა ჩემს ოჯახს და არა ჩემს ჯიბოსო, აი ეს ტვინში ბაცილა რო იყო ის იმპერიული, ამიტომ მე აღარ ესმოდა. ხალხო, რუსთაველი 8 საუკუნია ამბობს და ქართველმა ერმა შეინარჩუნა ის სიმძნე, რომ გახსოვთ თქვენ ავთანდილს ჩუქნიან, უამრავი უნდათ
მადლობის ნიშნად ვაჭრება მას აჩუქონ უამრავი თვალმარგალითი და მათეუბნე ამთანდილი რა გინდათ მომცეთ რას ვაქნევ მე ვარ და ჩემი ცხენიაო და იგივეს ქართულ ხალხურ ლექსში მე ვარ და ჩემი ნაბადიო რაშია საქმე ამ ხალხს დაავიწყეს რომ ის რასაც ჩვენი ბრძენი მამები და პაპები გვეუბნებოდნენ ის სამოქმედო პროგრამა ცხოვრებისა და არა უბრალოდ ლექსი უბრალოდ ლამაზად ნათქვამი სიტყვა აი ეგენი საწოდოებია მეგობრებო იმიტომ რომ მე საქართველოს შემონილია ძალიან ბევრ კუთხეში ყოფილვარ ბევრ სოფელში ყოფილვარ ბევრ ქალაქში და ყველგან ყოველთვის უამრავი ადამიანი რომელიც არ ამბობს რომ მე ვარ ერის საუკეთესო ნაწილიო მაგრამ უბრალოდ ცხოვრობს ქართულად ის ვაჟა-ფშაველას ლექსი იქნება თუ გალაქტიონის თუ რუსთაველის თუ გურამიშვილის იცის თელმეორმა ხოლო აი ამ სოციალურმა მაგ ერის საუკეთესო ნაწილმა ზოგმა ავტომატიანმა და ზოგმა კიდე პროფესორმა და აკადემიკოსმა არ იცის იმად გონიათ რომ ეს წიგნები ტყუილად იწერებოდა და ისინი მე უკვე ხვდები რომ გამოფხიზდნენ აი ახლა თენგიზ კიდოვანს რომ მიუტანოთ რომელიმე ჩვენი კლასიკოსის წიგნი აი მაგალითად გურამიშვილის ლექსი დიდებული დიდება მოთმინებასა შენ საუფალო იესო შეიძლება უკვე გაიგოს აი იმის შემდეგ რაც მას უყვეს იქ იმაში ასევე ეხლა მართალი გითხრათ კიდოვანი ქართველი კაცია და ის გაიგებს ვერასოდეს ვერაფერს ვერ გაიგებს ედუარდ ჟორა შევარდნაძე ვერასოდეს ვერ გაიგებს იმიტომ რომ ეს საწოდავი არსება მეგობრებო რომელიც მე მსახიობიცა ვარ და რეჟისორი და შემიძლია შევაფასო სხვისი ნათამაშები საწოდავი მსახიობია გაიხსენეთ როგორ მოგმართათ ჩემო მეგრელო ჩემო სამეგრელო და ცრემლიც კი მოადგა ვითომ ეს მას შემდეგ რაც მან აქ ჯალათების მთელი არმია გამოაგზავნა რომ სამეგრელო გადაეთელათ მაგრამ ვერ მიართვეს ვერ მოახერხეს სისხლით აღარეს მაგრამ სამეგრელო დგას მაგრამ სამეგრელო არის ლიდერი და მეთაური მთელი საქართველოსი ეხლა და მინდა გითხრათ რომ აი შევარდნაძის ეს სიტყვა მეგობრებო დარჩება ისტორიას დარჩება როგორც ნიმუში და მაგალითი იმისა თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი და თქვენ ალბათ იმასაც მიაქციეთ ყურადღება რომ ეს გადაცემა იყო ძალიან მაგრად ნაწვალები მე ხა ტელევიზიის მუშაკი ვარ და კარგად ვიცი ის ხერხები ალბათ მიაქცევთ თქვენ ყურადღებას რომ ყველა ტაში რომელიც გაისმოდა ერთი და იგივენაირი იყო ყველა იყო ერთხელ ჩაწერილი ტაში და ამ ტაშზე ხმის რეჟისორი ძალიან მაგრად მუშაობდნენ ეს საწოდაობი და მიქსერი ქვია იმას რომელიც უწევს ხმას და აი ამ მიქსერით არსება იქ რაღაცა ჟუტურებდა ის ტაში ვერ გამოიწოდა ვერავიში და მე რომ შეერჩალათ ამაღაიხსენეთ იქ იყო ისეთი კადრები რომელსაც ისმოდა ტაში და ადამიანები ისხდნენ თაჩაღუნული იქ მეგობრებო ძალიან ბევრი ადამიანი ცხადია მიყვანილი იყო მუქარით იყო მიყვანილი და ერთად გაუსვამ ხაზს მე ვარსაბუთებ იმას რომ ეგენი არიან უკვე დამარცხებული დააგვირდით თქვენ როდესაც ეს კაცი ლაპარაკობდა ვითომ კაცი ჟორა როდესაც იგი ლაპარაკობდა ამ დროს ჟორა ვინმეს თუ ეშლება მე ვლაპარაკობ მამათელ პროვინციალზე დიახ ჟორა პირველი მამათელის აი იცით რა იმათ მოიგონეს ასეთი სიტყვები რომ ხალხი არის ბრბო მასა და გოინი აი ყველაზე დიდი გოინის კონკურსი რომ ჩატარდეს პირველ ადგილზე გამოვა ჟორა შევარდნაძე მეორეზე გია ჭანტურია მესამეზე ალბათ მისი მეუღლე სარიშვილი თქვენ არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა ერთმა ზუგდიდელმა პატიოსანმა და ძალიან ჭკვიანმა კაცმა მითხრა მე რომ თურმე 3 დღის წინ დაუგეგმიათ რომ იმ დღეს უნდა ჩატარებულიყო ფილარმონიაში ახალგაზრდობთან შეხვედრა ახალგაზრდები ეთყობა ამდენი ნაძილალ ახალგაზრდა ვერ მოაგროვეს
არ დააშინოს და ძველ გავდა არამზადთან მოხდა შეხვედრა დიდი არამზადისა. ერთად მე ვაანალიზებ, მე პოლიტიკოსი არ ვარ, რაც მოხდება, იმაზე შემიძლია ვილაპარაკო. რაც მოხდა, ხოლო რაც მოხდება, ეგ იცის. ძალიან კარგად თველებურმა კაცმა ბატონმა ზვიად გამსახურდია. ძალიან კარგად იცის და მე თქვენმა გითხრათ, დაგარწმუნოთ, რომ გროზნოში როდესაც ჰქონდა უზენაესი საბჭოს სესია, ბატონმა ზვიადმა იქ სიტყვა რომ გითხრა, აი იქ როგორც თქვა რომ აი როგორც წავა მოვლენები, რა გაკეთდება შემდეგ და რა სიზამენ ეგ საწოდაობები და სადამდე მივლენ, ეს ყველაფერი მან იწინასწარ მეტყველა და იმისკენ მიდის. ხოლო რამდენიმე დღეში ალბათ ეხლა ზუსტად რომ მომხდ თარიღს, ეს თარიღიც მან იცის კარგად, თვითონ ერთ-ერთმა რამდენიმე დღეში როდესაც ის აქ მოვა თქვენთან, ის უფრო კარგად გიამბობს შემდეგ კიდევ რა მოხდება. ამიტომ მე მამატიეს იმდენი ხანი განატრებული ვარ მე ქართველ ადამიანებთან შეხვედრას, რომ რეგლამენტს თუ გვერდიდან არ შემიჩიჩქინებენ და არ მეტყვიან რომ დაამთავრო, შეიძლება ვერ მივხვდე, დაამთავრო ბატონ ზურაბ. კარგი მეგობრებო, მაშინ მე შევაჯამებ, აღარ დაგღლით, მე მინდა გითხრათ, აი მთავარი მინდა გითხრათ, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ ჩვენ ქართველებს უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენა ვართ შთამომავალნი სწორობაც, ჩვენა ვართ შთამომავალნი და მემკვიდრენი დავით აღმაშენებლისა, რუსთაველისა, თამარისა და ყველა ჩვენი დიდებული წინაპრისა. დამთავრებული, აი აქ რომ ბიჭები რომ დაგვიხოცეს მაგათ, იმათი ისინი უკვე ჩვენი წინაპრები არიან, თუმცა ისინი მე შვილად შემფერიან, მაგრამ ისინი უკვე გადასული არიან ციურ საქართველოში, ზეციურ საქართველოში და უკვე ჩემი წინაპრები არიან, თქვენი წინაპრები არიან ისინი. ჩვენ უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენა ვართ სწორად სიკეთის და სიმართლის და სილამაზის, სიმშვენიერის, კეთილგონიერების, აი რაც კი ყოფილა საქართველოში, ამის მემკვიდრენი ჩვენა ვართ და ეს ქართველმა ერმა დაამტკიცა. ჩვენა ვართ და არა ის ერის საუკეთესო ნაღები, თუ მაბადიეთ ნაღებინები ნაწილი. არ ვიცი, ჩვენა ვართ იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც იწვნია ქართველმა ერმა, კერძოდ სამეგრელომ, ზუგდიდმა, წალენჯიხამ და სხვა, მიუხედავად ყველაფრისა, ამბობს სულ ერთ და იგივეს და სწორს ამბობს, რომ მას არ უნდა რომ დაიღოროს ქართველი სისხლი. მიუხედავად იმისა, რომ იქით მრავალი უჩიშუა და ქართველის არაფერი ცხია, არ უნდა ამ კაცს და ამბობს მშვიდობიანად და ამ დროს დააკვირდით თქვენი რას ამბობს ის ზეიგიძე ან სხვები და არის კრება რაც ამბობდა მთლიანად, რომ ტაშს უკრავდნენ იმას, რომ წამოვიდნენ ისინი აქ, ესე იგი აქეზებდნენ, რომ წამოვიდნენ და დაიღოროს სისხლი, მაგრამ მე ვიციოს და თქვენს კარგად იცით, რომ მათ არ ჩაუტარებიათ არც ერთი კრება, როდესაც 4-ჯერ გამოვილაშქრეს სამეგრელოზე. კრების გარეშე მოდიოდნენ, კრებებს ახლა იმითომ ატარებენ, რომ აღარ აქვთ მაგის იშნო. ვერაფერს ისინი ვეღარ უზამენ სამეგრელოს, ვერაფერს ვეღარ უზამენ საქართველოს. იმიტომ რომ მთელ საქართველოში, როგორც კი ერთი გაისმის ხმა და მოტოდება, მთელი საქართველო, მეგობრებო, არ მიფიქროთ ისე, რომ მხოლოდ აქ მოხდა ისე სამეგრელოს ღირსება ეს, რომ მოხდა რომ აქ წინააღმდეგობა შეიქმნა, წინააღმდეგობა იარაღით, მაგრამ მთელ საქართველოშია უამრავი ქართველი, რომელიც ერთ დაძახილზე გამოვა მაგათ საწინააღმდეგოდ და როგორც მე მაშინ მოუწოდებდი ბუნკერიდან, ეგრეთ წოდებული ბუნკერიდან, შეიძლება ფიცლებით და ჩაკვებით მართლაც, შეიძლება მართლა იმით დაერიან მაგათ, იმიტომ რომ იქამდე მიიყვანეს მათ ქართველი ერი, მაგრამ ქართველი ერი უკნავია, არავით არ იძალა, არც ატომური ბომბი რო ჰქონდეს ეხლა ედუარდ შევარდნაძეს, არავით არ იძალა, არ არსებობს რომელსაც შეუძლია ღვთის მიერ გაჩენილი
და ღვთისმშობლის წინხოდრი საქართველოს განადგურება. ვერავინ ვერაფერს ჩვენ ვერ გვიზამს, საქართველო იქნება აწნა მარადის. გაგიმარჯოთ, თქვენ გაგიმარჯოთ, მაგრად იყავით, დაემოდოთ ჩვენს პრეზიდენტს და ერთად ვიზა იმოქმედო. თქვენი წინულე, გაგიმარჯოთ.